პირველი რაზეც საბლო სიტყვის ფორმატში მინდა ვისაუბრო, ეს პროკურატურის მხრიდან შემოთავაზებული საპროცესო გარიგება. იქ სადაც მე 7 თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ. ბევრისთვის საპროცესო გარიგება ნამდვილად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. აი ვერასდროს დავივიწყებ იმ პატარა გოგოს ტირილს დედან მენატრება დედასთან მინდა, რომლის ხმაც ჩემს საკანშიც აღწევდა. როცა გავიგე, რომ ამ გოგოს მშობლები პროკურატურასთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, აი ძალიან გამიხარდა. არ დაგიმალავთ. ჩემ შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხყოფელი იყო ჩემთვის. მოკლედ ახალს ვერაფერს ვიტყვი. პროკურორებმა, ადვოკატებმა ჩემი პოზიცია უკვე გაახმოვანეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. და სილის გაწნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. რასამართალია მე პირადად არ ვიცი. 7 თვე ამაზე ვფიქრობ და არ ვიცი.